ზოგადად რეპერობა შეიძლება ხალხისთვის ნაწილისთვის არ იყოს ასე პროფესია, მაგრამ ის არტისტი, რომელიც რეპერია, მთელ თავის ცხოვრებას უძღვნის მაგას და ეგ არ არის მარტო ტრეკში ან მუსიკაში, ან ბეთლში, ანუ ცხოვრების სტილშიც მე ძალიან გამოიხატება ხოლმე რა. ანუ არ არის აუცილებელი, რომ ტრეკი დადო რეპერები რეპ სიტუაციებს თავისით იქმნიან, იმიტომ რომ ეგ პროფესიასთან ერთად ცხოვრების სტილია ჩვეულებრივი რა. აი დაუშვათ შენ რო პროფესიით ხარ, დაუშვათ რომ მექანიკოსი ან ვინმე, სახლშიც მექანიკოსი არ ხარ რა. რეპერი რო ხარ, ყველგან რეპერი ხარ, საძმაკაცოშიც, სახლშიც და ეგრე მიდის და Raymond Roots-ი, Flow, ყველა ეს ორგანიზაცია არტისტებს ეხმარებიან ძირითადად იმაში, რომ რაც არის დაკავშირებული ცნობადობასთან და ფინანსებთან. მაგრამ რეპერი ტიპი შენ შეიძლება იყო ისე, რომ საერთოდ არ იყო ცნობილი, საერთოდ არ გქონდეს ფული და მაინც შენი პროფესია იყოს რეპერობა. მოკლედ, თავის დროზე საქართველოში სიტუაცია ის იყო, რომ განა ის რომ პროფესიად არ აღიქვამდნენ, დასცინოდნენ რა უბრალოდ ამას, რომ აი რეპერობ დასაცინია. ახლა თემა ის არის, რომ იმდენი არტისტი გახდა ცნობილი, იმდენმა მიაღწია წარმატებას, Mama Flexi, Kid Kirame, Aha, Pele, ანუ ხალხი, რომლებმაც ბანი მოახერხეს, რომ დადეს ის ნახვები და იმ აუდიტორიაზე გავიდნენ, რომ უკვე რეპერებს სერიოზულად უყურებს ჩემი აზრით საზოგადოება და რეპს როგორც პროფესიას ისე აღიქვამენ და კი რეპი პროფესიაა, იმიტომ რომ შენ შრომობ, შენ გამოგაქვს პროდუქტი და ეს პროდუქტი არის შენი პერფორმანსი და ამ პერფორმანსით შენ იღებ ანაზღაურებას და იღებ იმ ყველაფერს, რასაც თუნდაც იღებს მსახიობი, იღებს მომღერალი და ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი რა. პროფესია ჯერ ვერ არის, იმიტომ რომ ბიჭებს, ახალგაზრდა არტისტებს ეხლა ვინც აქტიურად აკეთებს ჰიპ-ჰოპს, სამწუხაროდ, ანუ ფინანსური კუთხით რო შევხედოთ, უწევთ რომ სხვა რაღაცეებიც აკეთონ, იმიტომ რომ ფინანსურად ჯერჯერობით ჰიპ-ჰოპი ვერ უკომპენსირებს იმ შრომას, რასაც დებენ ამ საქმეში რა. მაგრამ აუცილებლად თემა ის არის, რომ ბოლო რამოდენიმე წელი არის უკვე რომ მასობრივი გახდა ქართული ჰიპ-ჰოპი, ვიძახი ლოკალურ ბაზარზე და ძალიან ბევრი ახალი სახე გამოჩნდა, ძალიან დიდი მხარდაჭერა წამოვიდა გულშემატკივრებისგან, რაც ძალიან ასწორებს რა. აი ძველ ჰიპ-ჰოპს რო შევეხოთ, ძველ ჰიპ-ჰოპში არიან ისეთი არტისტები, რომლებმაც მართლა მშრალზე და ნულიდან დაიწყეს ეს ყველაფერი. და არ შეიძლება რომ ეგ შრომა მაგათ დაუკარგოთ რა, იმიტომ რომ ანუ ტიპები აკეთებდნენ სრული, ანუ ინფორმაციულ ვაკუუმში აკეთებდნენ ჰიპ-ჰოპს რა. და ეგენი რო არ ყოფილიყვნენ, ალბათ ესე ეტაპობრივად step by step არაფერი არ განვითარდებოდა. ამიტომ აუცილებლად ქართული ჰიპ-ჰოპი დაშენდა იმ ძველ არტისტებზე და შემდეგ უკვე ახალი ორგანიზაციები, რაც წამოვიდა პირობითად Flow, Raymond Roots-ი, გაიჩითა არტისტებისთვის ერთგვარი საწვავი და შეშაბამისად ძალიან წაეხმარა, ანუ ბუსტი მიცა იდეაში არტისტებს, რომ უფრო მეტი ხოდით და მოტივაციით აკეთონ ეს საქმე რა. საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ დაგჭირდება კიდე რამოდენიმე წელიწადი იმისთვის, რომ მართლა არტისტები აი თავით გადმოეშვან მოკლედ ამ სფეროში და მარტო ეს საქმე აკეთონ და კმაყოფილები იყვნენ ყველანაირ ჭრილში რა. ეხლა ამ ეტაპზე ისევ განვითარების მომენტში ვართ, ამიტომ ცოტა ხანი კიდე დაგჭირდება ჩემი აზრით რა.